კამერა ისევ გასასწორებელია. რამდენი ხანი გავიდა და ეს მაინც ვერ დავამღომე. აბა. წესით კარგად უნდა ვიყო. წესით კარგად უნდა ვჩერდე. როგორ ახართ ხალხო? როგორც იქნა მიზეზი ვიპოვე, რომ გამეგრძელებინა ჩემი ვიდეოები ძმაო და კაკომ გამოგვიგზავნა, ყველას გამოგვიგზავნა დოპამინის თავისი ახალი პროდუქტის, რომელიც არის ენერგეტიკური სასმელი, რაღაცა პატარა ბოქსები. ეს რა თქმა უნდა უკვე გავხსენით, იმიტომ რომ ლენკას გამოგვიგზავნა და მეც და მე და ლენკამ. მე სახელები მოვაშორა ლენკამ და რატომღაც ჩემი გახსნა, იმიტომ რომ ჩემსაში XL-მა იკაიდო და იმისაში სხვაზე მაიკო. ეს მოსწრებები გვაქვს, რაღაცები წერია და არ გეტყვით რაღაცებს. იმიტომ რომ სადღაც უნდა მივიდეთ. მე გაციებული ვარ, გაზაფხული რომ მოვიდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ბევრი ახალი ამბავი მაქვს მოსაყოლი და მე მოგიყვებით კიდევაც. დოპამინის პროსტა მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც YouTube-ზე აკაუნთი აქვს გაკეთებული, ყველა უნდა ცდილობდეს კაკოს დაპაძეშკებას ჭალებში. იმის გამო, რომ კაკო ერთ-ერთი საუკეთესო YouTuber-ცა. ძალიან კარგი ადამიანია. და მგონია, რომ ეს პროდუქტიც კარგი უნდა იყოს. ჯერ არ გამისინჯებს, მე ლენკამ დალია თავისები, მაგრამ მე არ დამილავია ჯერ, რომ ვიდეოსთვის შემენახა ცოტა რაღაცა არახელოვნური ემოცია რომ მქონდა რა. ბაიხუმან კაკო ლენკამ მანახა რომ აი აქ არის რაღაცა კაკო მისდევს მაიმუნ კაკოს. და ჩემი აზრით უნდა გაასწროს კიდევაც რა. ეგრე უყურებ ამ ცხოვრებას ყოველ შემთხვევაში. და რატომღაც მაგნიუმი ესენიო ვიცოდი, ქიმია არ ვიცი კარგად რა, რაღაცები წერია. მე მიხარია რომ ესენი ჩემამდე მოვიდა მოკლედ. გილოცავ შენ მორჩილად მიყევი სულელ მითითებებს, ყოველსარა უცვლებელი წესები დაიწყო. ესე რომ გამომიგზავნა, ეს ხუთი პირველად რომ ნახეთ, აი აქ წერია რომ გასახსნად მიყევი ისარს. და მეთქი რაღაცა სხვა არ არის თქო, გამოსაწევი თქო და გავყევი რა. და აქ კიდე უნდა და შეატრიალო. აქ მივხვდი რომ გვაღდავებოდნენ, მაგრამ ბოლომდე ხა არ გაუფუჭე რა მუღამი. თუ დებილი ვარ, ვიყო დებილი, ხო? გაუსწორდებათ ბიჭებს მეთქი და აქ არაო ერთი შეატრიალეო და აქ რო შეატრიალე 100% დამჯერი ხარო და აქ თავი ვიგრძენი როგორც იცი, ძაღლი ვიყავი და თავზე დამადეს ესე გადამიშოს ხელი. კაკოს ხელი ვიგრძენი ესე რომ მეფერებოდა რომ იყო ჩემი დამჯერი ბიჭი. ხო და ძალიან მიხარია რა. თან ჩემ ოთახს მაგრამ უხდება. ვინც ატყობთ, ვინც ვერ ატყობთ. მაინც საერთოდ ეხა იმას ვიზავ. აი ამ ულამაზეს მაისურზე გადავალ, რომელსაც უეჭველი ვიხმარ ძმაო, აი განა ჩავიცმევ ხოლმე, იმენა ვიხმარ ამ მაიკას. კაკო შენ შეგიძლია წყნარად იყო, შენ არა. მარტო ამ მაიკას. კაკო 1-2 ესეთიც გვინდა ძმა, ეს ერთი ცალი არ მეყოფ. ერთი ესეთი მინდა, ერთი მინდა ყვითელი ოღონდი 300 რო ეწევს დოპამინი და ორი ცალი ჰუდი, XL-ები. აუ ძალიან კაი მატერია არის, ბიჭო. მაიკაც რო კაი არის, უკვე, პიზდეს. ესე იგი, ის ვაფშე კაი იქნება. ხო, ეხლა მოდი მოგიყვეთ რა შვებოდი. ეს დავლიო და დამოვიწყდა დალეო. ეს ცივი ჯობიაო და ხო არ ჩავაციო. ეს დავლე, ეს წელს დავლე და ეს წელს ჩავაციებ და მე დავლე და მე იმაზე სხვა ვიდეოს რო გადავიღებ, იმასაც მოგიყვეთ. ოპა, მაინც ხო ვიღებ. ვიღებ. კიდე კაი ვიღებ. ჯოგემო კაია. არომაც ვერ ვგრძნობ, იმიტომ რომ ალერგიით გამო ცხვირი ჩაკეტილი ვაქვს. მე მგონი ცოტა მოტკბოა. გემრიელია. პროსტა მე მგონი ცოტა მოტკბოა. მოტკბოა რა, იდეაში ხო მიჩვეული ვარ პროსტა რომ რაღაცა კონკრეტული გემო უნდა ქონდეს რაღაცა იმებს რა. სტილის სასმელებს და იმებთან შედარებით ცოტა უფრო მოტკბოა. ეხლა კითხვა დავსვი უკვე. არ ვიცი რა, მოკლედ გემრიელი არის რა, ყოველ შემთხვევაში. შეფუთო არის უთესლესი. ზოგადად
პიარი და ეგეთი რაღაცები რო არის შლება კაკოს კიდე ერთხელ დავამტკიცა რა ძალიან მაგარია ეს ყუთები ტოპ ყველაფერი მაგარია ვაფშე ეს მაიკა ამ მაიკით არ ვიცი რაღაც ისეთ ადგილებში ვიქნები სადაც არ უნდა ვიყო მაგას პირობას გაძლევთ აუცილებლად არა გემრიელია просто მე ამ სიგარეტის გარეშე ხა ვერ მივიღებ ბოლომდე кайფს რა უნდა მოვწიო ეხლა მოდი მოგიყვეთ მე რა ვშვებოდი აი კაკო ხო ვნახეთ რა ვშვებოდა მაგარი რაღაცები გააკეთა მე რა ვშვებოდი და მე და ჩემი მეგობრები მაგარ რაღაცას ვაკეთებთ სპორტული კუთხით მაგრამ ძალიან მაგარ რაღაცას ვაკეთებთ თითქმის უკვე ბოლოში ვართ და იმ დონეზე ვართ რომ ძალიან მალე ამ ყველაფერს მოგიყვებით მე თვითონაც და ძალიან გამიხარდება თქვენი გვერდში დგომა რა თქმა უნდა და დამჭირდება კიდევაც მეც და ჩემ მეგობრებსაც მაგრამ მაგარი წინ მივდივართ კაროჩე რა ანუ ეგ საქმე რომ დავიწყეთ რომ თქვი ადრეც ვისაუბრე რომ დიდ პროექტს მოვკიდე მეთქი ხელი აი ეგ იყო ის დიდი პროექტი და დიდ პროექტში უგულისხმობ რომ დიდი ესე просто რაღაცა დიდი არ არის უდიდესი არის და უდიდესი შედეგებით გვექნება დიდი იმედი მაქვს მე ცოტა გაუცხოება მჭირს просто რა იმდენი ხანი არ ჩამიწერია ვიდეო რომ რაღაცა დამეკარგა რა ის ლაქლაკი რომ ყოველდღიური ლაქლაკი დამავიწყდა რა რაღაცნაირად ვგრძნობ თავს მაგრამ გეუბნებით რომ აწი უკვე ყოველ კვირა მინიმუმ დავდებ ვიდეოს და თუნდაც ეს იყოს რა მე ნელ-ნელა შეატყობ თქვენ აქაურობა როგორ გალამაზდება რა რაღაცა სეტაპს მოვაწყობ აქ და მარტო ესე არ ვიქნებით და მხოლოდ ჩემი უკანა ფონის ყურება არ მოგიწევთ რა რაღაცები იქნება ლამაზი საყურებელი ვაპირებ რომ ის One Piece-ის ის რომ აქვს მაგაცები მაჩქეს შარშან დავადების დღეზე იმას ჩამოვკიდებ აქ დასაწყისისთვის მოდი მაგით დავიწყებ თქვენ აშვებით ეგეც მაინტერესებს მე გეუბნებით რომ ეხა ერთი მაგას ვაკეთებდი პლუს კიდე YouTube-ზე ერთი-ორ ადამიანთან რაღაც კომუნიკაცია მქონდა და რაღაც პროექტების საერთოდ ერთად დაწყების იდეებზე შევთანხმდით მაგას გავაკეთებთ ყველაფერი დაალაგდება ვიღაცა ადამიანები მოშორდებიან ვიღაცა ადამიანები დარჩებიან და ცხოვრება გაიფილტრება და უფრო ლამაზი იქნება მე ეგრე ვაპირებ რომ შევხედო ყოველ შემთხვევაში რა ეს რთული პერიოდი რაც იყო ყველაფერი გადავიტანეთ რა მთავარი ეგ იყო რომ ესეც არ არის მთლად ახლა უმარტივეს პერიოდი მაგრამ ნუ ამას გადავიტანეთ წავიღებთ რა არ არის ეგ პრობლემა მაგრამ რაც მთავარია მოვბრუნდი ეგ არის ყველაზე მთავარი ეხლა მინდა რომ ხალხიც გავზარდოთ რა მასშტაბები და გავზარდოთ და ამიტომ რაღაცა კონკრეტულ იმებს თემებს კარგად გავშლი ხოლმე და განვიხილავ რა და მაგას ვცდილობ რომ ხა დაველაგო თავში ჩემთან ყველაფერი ისე რომ თქვენ მაგრა გაგისწორდეთ ხო მაგრამ მე ეს პერიოდი მაგრა ვშრომობდი არ გეგონოთ რომ მეკიდეთ აჰაი წამით არის ფიქრობთ ეგ მაგრა ვშრომობდი უბრალოდ კონკრეტულ მომენტში მირჩევნოდა რომ მერჩივნა უფრო სწორად რომ იმაზე ყოფილიყავი კონცენტრირებული და არა ბევრ რაღაცას მოვდებულიყავი როგორც ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე ახლა ის სპორტის TikTok-ი მაქვს გაკეთებული თუ იცით არ ვიცი მაგას მივუთითებ აღწერაში და მან 100,000 გამომწერზე როცა ავალ მაგას ვიძახი რომ სიგარეტის მოწევას დავანებებ თავს თქო და ერთი ცხოვრებისეული ჩელენჯი ეგ მაქვს მაგრამ ცოტა მზარბაცობ იმის გამო რომ არ მინდა დიდად სიგარეტის დანება არა მინდა მაგრამ короче სიგარეტზე თავის დანება ხო იცით როგორ რაღაცაც არის რა გინდა მაგრამ ვერ შვები ხო და ყველაფერში ხელს უწყობ შენ თავს რომ რაც შეიძლება მეტი მოწიო ანუ ეგრე ავტომატურად ეგრე აკეთებ რა ეგ არის პასუხისმგებლობა კი არა და ნებისყოფის ამბავი და მე ნებისყოფაში ცოტა მიჭირს რა შრომის მოყოლეო იცოცხლე მაგრამ ნებისყოფაში მიჭირს რა ბევრი პრობლემა შემიძლია მაგალ ნებისყოფო то есть ხო და მომენატრეთ და შორის დოპამინის ფერებში ნასკები მაწვია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფერია იასამის ფერი ერთ-ერთი საყვარელი კი არა ალბათ ერთ-ერთი საყვარელი იასამის ფერი ძალიან მიყვარს просто რატომღაც ასოცირებულია სიმდიდრესთან თუ რაღაც ლაქშერისთან და ეგეთთან მე მაგად ვერ აღვიქო რა უფრო ისეთი არა safe
ფერი არის რა, აი 7-ად ხარ ამ ფერს უყურებ და ჩემი ოთახის მაგიტომ აქვს იესამის ფერი სხვა შორის. ერთი ეს აი ამ ჩანთას კაკო მისმინე ძმა კაკო ძმა მისმინე აი ამ ჩანთის გაკეთება ხო დაგიზდა ერთი ჰუდის ფასი და ჰუდი გაეკეთებინა ჰუდი მინდა კაროჩა ლეზომ კიდია ჰუდი მინდა dare to be stupid ცალი MM-ი რას ნიშნავს MM-იდან 1 მილიონამდე რას ნიშნავს ანუ აი ვახ ვერ გავშალე იგაროჩე რა კაკო რა აი აქ არის MM-ი, M-ი წერტილი და M-ი და აქ არის 1 მილიონი. და MM-ი რას ნიშნავს? ეს YouTube-თან ასოცირებულია, ალბათ stupid-ში D-ში რო ისაა ჩასმული. ეს Monkey Kakos რეფერენცია. MM-ი რა არის? MM-ი რა შეიძლება იყოს ვაფშე, მაგაზე უნდა ვიფიქრო. MM. Monkey არა. MM. Kako. ირაკლი კაკოიშვილი, არ არის. ბაბის პონჩი ხო არ არის, არა მგონია. აუ, რადო არის 2 M-ი? M-იდან 1 მილიონამდე. ანუ ეს M-ი რამე ძველი ის ხო არ არის. რამე ძველი კლიჩკა ხო არ არის იმის კაკოს და იქიდან 1 მილიონამდე მისვლა ხო არ უნდა. ვა, აი ეს კითხვა მაქვს. უკვე ერთი კითხვა გამიჩნდა, რომ ეს MM-ი რას ნიშნავს. ანუ ეს მართლა მაინტერესებს ახლა რა, რაღაცა ჩანერგილი იდეა არის და რა შეიძლება იყოს მაგას ვერ ხვდებით და თქვენ მაინც მითხარით. დოპამინი, მაინ არა არის. მერაბ მენთეშაშვილი არა ძმა. ანუ არ ვიცი, ეხლა გამიტყდა. თან MM-ი რაღაცა მაილსტოუნი ხო არ არის და 1 მილიონამდე მისვლა. მონსტერ. უი, მაძიებელში ვიყავი. ნახავდით? ალბათ ნახავდით, იმიტომ რომ ძალიან კაი გადაცემა არის. თაროს თაობა არის ეგეთი არხი YouTube-ზე, სადაც ალექსანდრე ლორთქიფანიძე ძალიან კარგი ჭკვიანი და განათლებული ადამიანი აკეთებს ინტელექტუალურ თამაშს, სადაც მე და ლენკა ვიყავით და იქით იყო ისა, G2G და კოპალო და სამწუხაროდ მათთვის სამწუხაროდ იყვნენ. რო არ ყოფილიყვნენ, ალბათ უკეთესი იქნებოდა. ძალიან დიდი ანგარიშით მოვკეთ, მაგის თქმით. მეორე თამაში გადაღებულია და მალე დაიდება ისიც. და ის თამაში ძალიან საინტერესო უნდა იყოს ყველა ვარიანტში. მე გირჩევთ რომ აქ ყველაფერს უყუროთ. მოდი დღეს დაგემშვიდობებით. მე ამ MM-ზე ვიფიქრებ. მე წავალ და ვიმუშავებ. და მუშაობას რომ მოვრჩები, მე უკვე გადავწყვეტ, გავწერო შემდეგი ვიდეოსთვის რაზე ვისაუბრო გადაცემის დედა შევეცი. მე არაფერს არ გადმოგცემთ. ეს არის ვიდეო, სადაც შეგიძლია უყუროთ, კი და რომ კარჩე. ოხუი, ვიდეო არის და უყურეთ. არავინ არაფერს არ გადმოგცემთ, არავინ ანათებას არ გადაგცემთ, არაფერი არ ხდება. არაფერი განსაკუთრებული. პროსტა მომენატრეს, მართლა მომენატრეთ და ლენკაც უმეუბნებოდა რომ კარჩე არ უნდა გაჩერებულიყავი და მეც მე მგონი მართლა მაგაზრზე ვარ რა. არა, უნდა გავჩერებულიყავი, უბრალოდ უნდა გავაგრძელო. ეხლა დღეებით აღარ დავითვლი, მაგრამ ეხლა თან ისა თამბნეილების გაკეთება AI-ის დავამოყავებინე და თამბნეილებსაც ლამაზი იქნება, ანუ აი ეს ვიდეომდე უკვე ლამაზია. და კაი არის, გილოცავთ. კაროჩე, კაკო არ ჩემი ფავორიტი იუთუბერი ამ ეტაპზე ცხოვრების. ბოლო 6 წელია ალბათ. ძალიან მიყვარს, თავს ვიხედოს. და წარმატებებს ვუსურებ მაგას და ბაბისაც. და ზოგადად ეგ წყვილი ალბათ ბევრი წყვილი არც არის ახლა სოციალურ ქსელში ორივე ცნობილი ადამიანი რო იყოს ეგეთი წყვილები არ არსებობენ. მამულიჩას და ლელა წურწუმიას თუ არ ჩავთვლით, მაგრამ მამულიჩას და ლელა წურწუმიას არ უნდა ვთვლიდეთ ჩემი აზრით ცნობილ ადამიანებში, იმიტომ რომ რა ვიცი 2026 წელი არის. ხო და აქედან გამომდინარე ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ ბატონ კაკოს
ბაბის თელს მის ოჯახს, იმიტომ რომ ყველანი აშკარად ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს და ერთად აკეთებენ ამ ყველაფერს და ეგ ძალიან დასაფასებელია ჩემი აზრით. ოჯახი როცა გაპაძეშკებს რაღაცაში არის უდიდესი ისა რა. ბევრად უფრო მაღალ შედეგებს დადებ ყოველთვის ვიდრე ის. ძალიან დიდი მადლობა რომ არსებობთ ბატონო კაკო. ძალიან დიდი მადლობა რომ ეს 5 ჩემამდე მოვიდა. დაგვიანებით, იმიტომ რომ ჯერ ფორუმში მიიტანეს დაუტოვეს ლენკას და მე ჩვენ ვერ მივედით, იმიტომ რომ როგორც გითხარით ჩვენ მეგობარმა იმ შობი არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც იქნა მოვიდა ჩემამდე. ძალიან მომეწონა დასალები, მართლა, nice, cool as fuck. ყველაფერი კაია და უკეთესები კიდე შეგიძლია ჩემი აზრით. მაინც კაკო ისეთი ბიჭია, რომ ჩემი აზრით უფრო მაგარი რაღაცები შეუძლია ცხოვრებაში. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი აკეთოს ბედნიერმა ყოველთვის და ამაში ბაბი ეხმარებოდეს. აი ესაა ჩემი სურვილი. აი მე ენაზე ვიკვინე. აქ რომ მივალ ეგოისტური პრეზენტაცია არ იქნებაო და მივალ და ეხლა კაკო დაიწყებ მე კაკო ვარ. ალბათ საი გაინტერესებს ჩაიდან აღმოჩნდა. კაროჩე, ეს ხუმრობს რა თქმა უნდა. თუ ვინმე ვერ ხვდებით რომ ხუმრობ, თუ შეიძლება რომ არხი გატიშოთ, YouTube-ი ჩაკეცოთ და არ ვიცი. რა ერქვა, Daily Mail-ის ვიდეოებს უყურეთ. ან რამე სხვას უყურეთ. კაროჩე, კინოებს უყურეთ ძმა. რაღაცა დავლევთო და ვითამაშებთო და გავერთობით. ხუდებს თუ გაათამაშებ, კაროჩე, კიდე წამოვალ. მეორე ორი ცალი მოვალ. კაროჩე, ხუდი მოიჯვას. აუ ეხლა რომ მაგრა ეწყინოს ეს ფრაზა ბოლო. არ ეწყინე, არც ნახავს, ყლეზე აგიდია. კაი, ხო წავედი. კარგად.